აღმატებულება ბატონო პრემიერ-მინისტრო, მივაწევთ მოგზაურებული ხატი გადმოგცეთ დღევანდელ დღესთან დაკავშირებით. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამოსლის ხატი, რომელიც დაბრძანებული იყო მინდა მიულოცო დღევანდელი დღე მთელ საქართველოს, მთელ საქრისტიანოს და მინდა მიულოცო განსაკუთრებით სამეგრელოს და აი ამ უშვენიერეს კუთხეს ჩვენი ქვეყნის და უშვენიერეს ხალხს, რომელიც აქ ცხოვრობს. მინდა უსურვო მშვიდობა და მინდა უსურვო უკეთესი ხვალინდელი დღე. გილოცავთ ყველას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის დღესასწაულს, უკვე მრავალი ათეული წელიწადი არის აღინიშნება ჩვენთან როგორც ერთ-ერთი გამორჩეული სიწმინდის დღესასწაული და დედა ღვთისმშობელს ვეუბნებით და ვთხოვთ დაიცვას, დაეთავროს, გაამთლიანოს და გააძლიეროს სრულიად საქართველოს. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი შეგეწიოთ თქვენ და ყოველი მართლმადიდებლურ ქრისტიანს. სრულიად საქართველოს ულოცავ ლაქერნობის დღესასწაულს და რა თქმა უნდა სამეგრელო ზემო სვანეთის მოსახლეობას ულოცავ დღევანდელ დღეს. ულოცავ ყველა სრულიად საქართველოს. ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაულია. ვფიქრობ, რომ ეს დღესასწაული კიდევ უფრო მასშტაბურობას შეიძენს დროთა განმავლობაში. ძალიან ბევრმა ადამიანმა მსოფლიოში ჯერ კიდევ არ იცის ამ ყველაფრის შესახებ და აუცილებელია რომ ამის შესახებ გაიგოს თემა მსოფლიოში. ყველას ულოცავ კიდევ ერთხელ. ილოცავ თქვენ, მთელ საქართველოს ულოცავ. ჩვენს ყველა მართლმადიდებელ თანამოქალაქეს ულოცავ, მთელ მსოფლიოს ულოცავ, რადგან ეს უმნიშვნელოვანესი დღესასწაული კიდევ უფრო და უფრო ყოველწლიურად მეტ ძალას, ენერგიას იძენს და უფრო მეტი და მეტი სტუმარი ჩამოდის ქვეყანაში.